მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სადაც მე ვცხოვრობ, კიდევ მოიყვანენ ქართველი ახალგაზრდა და მინდა ერთ რამეზე გავუსვა ხაზი. ადრე როდესაც ემიგრაცია დაიწყო საქართველოსდან საზღვრებს გარეთ, ანუ ევროპაში, მაშინ მიდიოდნენ მშობლები, ან მიდიოდა დედა, ან მიდიოდა მამა და შვილები და ოჯახი რჩებოდა იქ. ახლა ეს ტენდენცია უკვე შეცვლილი არის მთლიანად და ახლა ის ადამიანები, ის ახალგაზრდობა, რომელზედაც უნდა დაშენდეს ქვეყანა, რომლებისიცა ეს ქვეყანა, რომლებმაც უნდა ჩაიბარონ, რომლებმაც უნდა უპატრონონ და ისინი გამორბიან ზუსტად, რომლებმაც უნდა გაამრავლონ ერი და გამორბიან ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც არის განათლებული, რომლებიც არიან, არ მიყვარს ამუცხო სიტყვების იგი, მაგრამ უცებ ვერ მომნახეს სინონიმი, კრეატიულები, შემოქმედებითად დატვირთულები. ზუსტად ასეთი ახალგაზრდაა ახლა ჩამოსული 20 წლის, ისიუ დამთავრებული, არ ვიცი, რო შეხედავ ანგელოზი. და უკვე ხელი აქვს ჩაქნეული ჩვენ და სამწუხაროდ იქ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე იმ ქვეყანაზე თulis რომ იქ ვერავითარ თვითრეალიზებას ვერ მიაღწევს, ვერაფერს ვერ მიაღწევს და გამოიქცა. და ახლა მე მინდა მივმართო ყველას, ქართველი ერო, ქართველო ხალხო და განსაკუთრებით ოპოზიციურ პარტიებო. ამ კინკლ თქვენ გაცნობიერებული თუ გაქვთ რა ტრაგიკული სიტუაციაა ქვეყანაში. თქვენ გაცნობიერებული გაქვთ თუ არა, რომ 5 წელიწადში რა იქნება მაგ ქვეყანაში, რომ მაგ ქართველი ახალგაზრდა აღარ იქნება, ან თუ იქნება ნარკომანი, ლოთი და ბომჟი. სხვა ქართველი ახალგაზრდა, რომელზედაც უნდა დაეყოს ქვეყანა და რომლებსაც უნდა გადაეცეს ქვეყანა, მაგ ქვეყანაში აღარ იქნება რა, იმ ტემპით გამორბიან ადამიანები და ისე სხვათა შორის მითხრე რომ გენჩიდაცაა უკვე ძალიან ბევრი ქართველიო ჩამოსული და მინდა ხვალ ჩავიდე და გავიცნო ისინიც და ვესაუბრო მათაც. ნამდვილად ტრაგედია, სოს ჩართულია რა. ჩართულია თუ ჩვენ ახლა არ დავანებთ კინგლაობას თავი პარტიებმა და თუ ჩვენ ახლა ვერ მოახერხეთ ხელისუფლების ჩანაცვლება და ნორმალურ ხელისუფლების მოყვანა, ქვეყანა აღარ იარსებობს რამდენიმე წელიწადში. მადლობთ ყურადღებისათვის.